სანამ გამომიშვებდნენ და სანამ ეს ამბები მოკლედ მოხდებოდა თუ ესე შემდეგ ესე დერეფანში როგორ არის იცით დერეფანია და აქეთ და იქეთ ამ მხარეს არის ოთახები სადაც არის განთავსებული სხვადასხვა რა ვიცი სამართოს პირველში როცა აი გვერდიდან შედიხარ და შედიხარ მარცხნივ იქედან შემოვიდა მაშინ ბატონი დგებუაძე დაკავებული ყავდა მალხაზი რემაძე და ფრანგიშვილი გოდერძი ფრანგიშვილი მე მგონი მესამეც ყავდა ოღონდ იმ მომენტში ეგ არ დამინახავს მოგვიანებით მესმოდა ხმები თემურ ქათამაძის დაკავების ან იმ ოთახში შევიდა სადაც თემური იყო თუმცა მე დავინახე მალხაზი რემაძე და ხელოვანი კაციაო მე მგონი ესე ეუბნებოდა და ამის ხელოვანიო და აი რაღაცა მომენტი ზუსტად იმ კართან ჩამოიარა რა კარშიც მე ვიჯექი და იმდენად ჩენელებული ქონდა ფეხი იმიტომ რომ პოლიციელები აკავებდნენ მას წარმოიდგინე არა მარტო მალხას აკავებდნენ არამედ რაღაცა ცდილობდნენ დგებუაძეც ძალიან ახლოს არ ყოფილიყო თუ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ესე არ ჩანდა რომ ასე ხელს ვერ გაუკევებდა ირაკლი დგებუაძეს თუმცა აშკარად პოლიციელებიც კი ცდილობდნენ მისი აგრესია და ბრაზი რომელსაც ის გამოხატავდა შეეჩერებია მე დავინახე როგორ მიადო სახეზე და კარი რო დამიკეტეს იმიტომ რომ ჩემთვის არ შეიძლებოდა ამის ყურება დაკავებული ვიყავი და კარი იყო შემთხვევით დაკავებული რა ანუ უნდა გავსულიყავი შესაბამისად თით გათავისუფლების მომენტი იყო ჩემი რაღაცა წამოსulis მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მათი გამგებლობის ქვეშ ვიყავი ხელწერილი არ მქონდა ხელმოწერილი და ესე შემდეგ და აი ესე ხელი მიადო სახეზე და კარი რო დამიკეტეს ხმა გავიგონე კედელზე ამ შემთხვევაში თავის მირტყმის ამ შემთხვევაში აი საშინელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა არა მხოლოდ მალხას არამედ ყველა აქციის თითოეულ მონაწილეს იმიტომ რომ კი აი რა ვიცი თქვენი არეული არ ვიცი სიმართლე თუ გინდათ ეს სიტყვები და ფრაზები რითაც ის მიმართავდა მალხას ყველაფერი აღარ მახსოვს ის შეგრძნება რა საშინლად მოსასმენი ყოფილა სიზღის ბრაზის აგრესიის და რა ვიცი საზიზღარი გინებები აქციის მონაწილეების მისამართით და იმ ადამიანების მისამართით რომლებიც თითქოს და მისი სიტყვები იყო რომ აი პოლიციელებს როგორ აგინებთ პოლიციელებს როგორ აყენებთ შეურაცხყოფას და თქვენ არაფერს ვერ არევთ ანუ თქვენ საკმარისი არ ხართ რომ ვინმეზე რამე გავლენა მოახდინოთო რა ოღონდ დანარჩენი ნაწილი იყო მე მაგალითად არასდროს არ გამიგონია რა ვიცი ყველა ტიპის საზოგადოებრივ ჯგუფებთან მქონია შეხება წლების განმავლობაში მათ შორის დაკავებულებთან რა ვიცი სხვა ქურდული თუ სხვა ტიპის სამყაროს წარმომადგენლებიც ყოფილან სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციაში ჩემთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან ჩხუბებს დავშევწრები ვარ ბავშვობაში შემდგომ რა უამრავს და ეგეთი ტიპის სიტყვები გინების ფორმა რასაც ირაკლი დგებუაძე იყენებდა მე არასდროს არ მომისმენია რამოდენიმე გინება პირველად გავიგონე ცხოვრებაში ალბათ ეს რა ვიცი მისი გამოგონებაა იმიტომ რომ ამდენი ზიზღი აგრესია და სურვილი რომ დაგჩაგროს და რა ვიცი რაღაცა გიქნას მე არ მომისმენია ესეთი მე დავინახე სახეზე ხელი მიადო კედელთან მიადებინა თავი და შესაბამისად ხმაც გავიგონე ძალიან მალე რა ეგრევე და ასევე ხმები მესმოდა არ დაარტყათ ვინც ესწრებოდა ცემას შეყვანის მომენტში გოდერძის გულის ხმ არ დაარტყათ მსახიობია ასევე ნუ აქედან გავძახე ყოჩა ირაკლი თქო რაღაცა ერთი მომენტი რაც დავინახე იმიტომ რომ სხვა ფიზიკურად ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა შეიძლება მე თქვა შემთხვევაში თემურ ქათამაძის ნაწილი იყო საინტერესო იმიტომ რომ მე თემურ ქათამაძე რომელ ოთახშიც შეიყვანეს ფიზიკურად არ მესმოდა ხმები იქედან იმიტომ რომ შორს იყო სავარაუდოდ ჩემგან ჩვენს ოთახში რომ შემოვიდა რაღაცა მონაკვეთში მე და ვაჟადარჩია ვიყავით ოთახში ერთად და მაშინ დაიწყო რომ ეს თურქი მაგის ასე ვქენი აგინებდა და ნუ უთხარი რომ ძალიან გთხოვ მეთქი პირველ ნაწილში ნუ გვაგონებ რასაც ლაპარაკობ თქო რა ანუ ნუ გვაგონებ თქო იმიტომ რომ რა ვიცი არათუ მე არ ვიცოდი მაშინ ბატონი თემურიც თუ სცემა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეგონა რომ უბრალოდ აგინებდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და იხსენებდა რომ რაღაცა დროშა გადაგვამტრია თავზე და ეს შემდეგ ისტორიებს ყვებოდა მე მეორე ნაწილი იყო როცა
კი, ჩემი და ვაჟას ოთახში იყო შემოსული და გვიყვებოდა თითქოს და გვემართლებოდა რაღაც ანუ ახალ ნაცემი აყავდა სავარაუდოდ მაგ დროს უკვე ბატონი თემური და რაღაცნაირად თავის მართლებასავით გამოუვიდა ამბავი რომ აი გცემდა თქვენ არიცით ეგ რა საზიზღარი კაცია ეგ ასეთი ეგ ისეთი ამბავი კი მე და ვაჟას გვიყვებოდა მე კი ბატონო მე კიდე სხვა ოთახში გადამიყვანეს მეც და სხვა ოთახებში ვიყავით და მე კიდე შემოვიდა და მაშინ თქვა ზუსტად კიდევ ერთხელ ეგ ნაწილი რომ ნუ თურქი და ნუ უთხარი რომ ამ შემთხვევაში ეს ბატონი რა ვიცი არის მუჰაჯირების შთამომავალი როგორც თვითონ ამბობს და ეს შემდეგ ეთნიკურად ქართველი ის თავს ქართველად აღიქვამს და შესაბამისად ბევრ იმ პოლიციელზე მეტად ქართველია რომელიც ძალადობს აქციის მონაწილეებზე თემურთან მიმართებაში თქვა რომ თურქია და უნდა გაასახლოს იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ვერაფერი დიდი მაგრამ მაგას მაინც მოუვლით, იმიტომ რომ საბუთები არ აქვს წესრიგშიო და ამდენი ხანი რომ ვითმინეთ, ეგეც ზედმეტი იყო მაგისთვისო, არ უნდა მოგვეთმინა ამდენი ხანიო და ნუ, რავი, კიდევ ერთხელ ვუთხარი რომ არ გინდა ამაზე ეხლა ლაპარაკი, იმიტომ რომ ფაქტობრივად მიყვები ისეთ რამეს, რაც არის დანაშაული შეურაცხყოფა ადამიანის და მე არ მინდა ამასთან დაკავშირებით ეხლა ამის მოსმენა თქო. მოიხსენებდა მას როგორც თურქი და ესე შემდეგ და ნუ მე ქონდა ეგეთი გააგრძელა ვითომ რომ განა მარტო თურქეთ და თურქულ ბატონ ანუ უთხარი რომ ანუ თურქის შემთხვევაში რა ხდება ანუ და მე რა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მითხრა რომ თურქეთი არანაკლები და უფრო მეტიც იმაზე მეტი მტერი შეიძლება იყოს ვიდრე რუსეთი და მაშინ უთხარი რომ მოდი ამ თემაზე აქ ამ ფორმატში ნუ ვილაპარაკებთ იმიტომ რომ თავი შეიძლება ვერ შევიკავო რაღაცა ისეთი რამისგან რაც მაიდენტიფიცირებელია იმისა რომ კონკრეტული ადამიანი არა პოლიციას არამედ ქართული ოცნების ნარატივს ახმოვანებს კონკრეტულ შემთხვევაში ეს არ მithქვამს ეხლა გეუბნებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემთხვევაში არ იყო მარტივი კი ანუ ეგეთი რამე თქვა რომ თქვენ შეიძლება ვერ გავაკეთონ თქვენ შეიძლება ვერ აღარ დაუთავრებია ეგეთი ფრაზა მაგრამ ამას მაინც მოუვლით იმიტომ რომ საბუთები აქ არ აქვს წესრიგში და შესაბამისად აქამდე უნდა გაგვეშვა ის ქვეყნიდან კონკრეტულ შემთხვევაშიო თურქი ახსენა რამოდენიმეჯერ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაგ რაც დავწერე არის კონკრეტულად აი ყოველი სიტყვა ცადე დეტალურად გამეხსენებია და შეიძლება თანმიმდევრობა ზუსტად ვერ იყოს დაცული ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მოხდა მაგრამ ყოველი სიტყვა რომელიც მაგ წერია არის მის მიერ ნათქვამი მე რეალურად ვიყავი შენობაში და ბატონი თემური ბატონი მალხაზი ვიყავით შენობაში სადაც უნდა დაგვიცვან იმიტომ აქვთ ლეგიტიმაცია ამ ადამიანებს, იმიტომ აქვთ შენობა, ხელფასი, მუნდირი, იარაღი, რომ მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს საქართველოს სტუმრების, ვიზიტორების დაცვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებიდან. ჩვენ საბოლოოდ, რა ვიცი, იმ დღეს 11 იანვარს იქ მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის მზია ამაღლობელმაც, იმიტომ რომ მინდა დეტალურად ვისაუბრო ამ საკითხზე. მზია ამაღლობელმა მე მაშინ არ ვიცოდი რომ მზიაც იყო დაკავებული. მე ნელ-ნელა როცა დავფიქრდი მზია როგორ ისმენდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მზია არის ადამიანი, რომელიც მძიმე ემოციებით ღებულობს თითეული უფლებადარღვევის ფაქტს მოქალაქისა, განსაკუთრებით როცა მასზე ძალადობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და განსაკუთრებით სენსიტიური არის მისთვის თითეული ამ ადამიანის გასაჭირი და მე წარმოვიდგინე მზიასთვის რა იყო ის დღე ის ერთი თუ 2 საათი რომის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით პოლიციის შენობაში პირველ საართულზე იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ მისთვის ჩემზე უფრო მძაფრი იქნებოდა რაც ჩემთვის იყო იმაზე გაცილებით მძაფრი იმიტომ რომ მზიასთვის უფრო მეტად სენსიტიურია ეგ ამბები და შემხებლობა უფრო ნაკლები აქვს უშუალოდ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით მზია რეალურად რა ვიცი რამოდენიმეჯერ იყო აქციაზე განსაკუთრებულად მაშინ მოდიოდა როცა ვინმეს უფლებას არ ღვევდნენ აქციების მოთხოვნებს ბათუმში გარდა
ხელახალი არჩევნებისა და ემატება კიდე ერთი ახალი მოთხოვნა, ეს არის ირაკლი დგებუაძის უფლებამოსილების შეწყვეტა ან გადაყვანა ბათუმიდან, იმიტომ რომ ეს არის იდენტიფიცირებული მოძალადე პოლიციელი, რომელიც მე და რამოდენიმე ადამიანმა დავინახეთ იქ. თქვენ კითხვას რაც შეეხება, მე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დავრეკე იმავე ღამეს და მიუთითე რომ დავინახე მალხაზ ირემაძის ცემა და გავიგონე თემურ ქათამაძის ცემა და როგორც ვიცი, არ ვიცი მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა ვიცი